მოგესალმებით თრიალეთის სტუდიიდან, მე ვარ ლელა ლობჟანიძე, დღევანდელი გადაცემის სტუმარია გახარია საქართველოსთვის პოლიტიკური საბჭოს წევრი თამარ კიკინაძე. მოგესალმებით, მადლობა ჩართვისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ქალბატონ თამარ, პირველ რიგში სანამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს შევეხებით, უნდა დავიწყო მედიაზე ზეწოლის ფაქტებით საუბარი. მე მაინტერესებს თქვენი შეფასებით დღეს რამდენად თავისუფალი არის მედია გარემო და არა მხოლოდ მედია გარემო, იმიტომ რომ თქვენ ალბათ იცით, რომ ჩვენს ტელეკომპანიას ერთ თვეზე მეტი არის მის ანგარიშებს ადევს ინკასო და ასე ცდილობენ რომ შეგვიღვიდონ მუშაობა. ცხადია ეს ჩვენზე ძალიან ცუდად მოქმედებს და ფაქტიურად გაჩერების ზღვარზე ვართ. ჩვენ არ ვართ ერთადერთი ტელეკომპანია, იყო სხვა მედია საშუალებებიც თქვენ იცით, რადიო ჰერეთი, ბათუმელები და ასე შემდეგ. თქვენ ფიქრობთ თუ არა რომ ეს არის მიზანმიმართული ზეწოლა და შერჩევით დამოკიდებულება, იმიტომ რომ სამთავრობო არხებს მილიონობით დავალიანება აქვთ, რომლებსაც ფინანსური ზეწოლა წნეხი ხელისუფლების მხრიდან არ შეხებიათ. რა თქმა უნდა, რეალურად ქართული ოცნების რეჟიმის მთავარი ამოცანა გახლავთ სწორედ ის, რომ საქართველოში აღარ არსებობდეს არც ერთი დამოუკიდებელი კრიტიკული მედია საშუალება. სწორედ ამიტომ იყენებენ ყველა შესაძლებლობას, იქნება ეს ფინანსური ბერკეტები, იქნება ეს საკანონმდებლო ცვლილებები და შევახსენებთ თქვენს მაყურებელს ის დრაკონული ცვლილებები, რაც ბოლო პერიოდში შეიტანეს, მათ შორის რომელიც ეხება მედია მაუწყებლობებს და იმ შეზღუდვებს, რომელიც ასევე ეხება დაფინანსების დამოუკიდებელი წყაროს ქონას მედია საშუალებისთვის. ამას რა თქმა უნდა ემატება რეალურად უკვე ის რეპრესიები, რასაც ამხორციელებენ კონკრეტულ მედია საშუალებებზე და თქვენ ერთ-ერთი მათგანი ხართ. ამოცანა არის ზუსტად რომ არც ერთი მედია სივრცე, სადაც შესაძლებლობა იქნება, რომ ვისაუბროთ კრიტიკულად, შევაფასოთ და სახელი დავარქვათ ქართული ოცნების რეჟიმის იმ ძალადობრივ ქმედებებს და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, რა თქმა უნდა, მათ ინტერესში ამ ტიპის სივრცეების არსებობა არ შედის და რა თქმა უნდა, ისინი გააგრძელებენ ყველა ტიპის მცდელობას, რომ საერთოდ აღარ არსებობდეს არც ერთი დამოუკიდებელი მედია. კი ბატონო, და გადავიდეთ არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხზე, არჩევნებზე, რომელიც თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ძალიან მალე გაიმართება და ასევე შევეხები გასულ არჩევნებს, რომელსაც არ აქვს საერთაშორისო აღიარება. თქვენ მონაწილეობთ ახლა ამ თვითმმართველობის არჩევნებში, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა ხალხის უმრავლესობამ და პოლიტიკური პარტიების დიდმა ნაწილმა. მე მაინტერესებს თქვენი შეფასება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, როგორ წარმოგიდგენიათ ეს არჩევნები და როგორ აპირებთ დაარწმუნოთ ამორჩეველი, რომ მივიდნენ ამ არჩევნებზე და ასევე მაინტერესებს რა კრიტერიუმებით აირჩიეთ პარტნიორი, რომელთან ერთადაც იბრძოლებთ და როგორ მოკლედ რა გეგმები გაქვთ? დიდი მადლობა, ბევრი კითხვაა და ვეცდები მაქსიმალურად ყველას გიპასუხოთ ამომწურავად. პირველ რიგში ვერ დაგეთანხმებით, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ გამოუცხადა ბოიკოტი თვითმმართველობის არჩევნებს. ნამდვილად ბოიკოტი გამოუცხადა ორმა კოალიციურმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ. ეს მათი არჩევანია. ჩვენ ვთვლით, რომ ბოიკოტი დღეს არის ბიძინა ივანიშვილის ინტერესში. ჩვენ საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგვე ვთქვით, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის. რა თქმა უნდა, მთავარი ორი გზავნილი და ორი მოთხოვნა, რაც არის ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების განთავისუფლება, ეს რჩება, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ქართულ ოცნებას მივცეთ შესაძლებლობა 64-ვე მუნიციპალიტეტში უბრძოლველად ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება. ჩვენთვის ეს არის პრინციპული. ჩვენ ვთქვით, რომ მონაწილეობთ ამ არჩევნებში და ვემზადებით ამ არჩევნებში პირველივე დღიდანვე. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ უკვე მოგვიანებით ლელომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება და შესაბამისად ჩვენ მათთან გავაფორმეთ თანამშრომლობის და კოორდინაციის მემორანდუმი, რაც სწორედ გულისხმობს იმას, რომ არ ვიყოთ ერთმანეთთან კონკურენციაში, ერთმანეთთან კოორდინაციით მოვძებნოთ იმ ტიპის, როგორც დამოუკიდებელი, ასევე არაპარტიული კანდიდატები, რომლებიც მომხიბვლელი იქნებიან არა მხოლოდ ჩვენი ორი პოლიტიკური ორგანიზაციის მხარდამჭერებისთვის, არამედ სწორედ თუნდაც იმ
ბოიკოტში მყოფი, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპისთვის ბოიკოტში მყოფი პარტიის მხარდამჭერებისთვის. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა არის ეს, ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად ვეძებთ ერთობლივად მსგავს კანდიდატებს, როგორც თბილისში, გორში და ასევე ყველა სოფელსა თუ რაიონში. ამიტომ ეს ჩვენი შეთავაზება და სივრცე, რომელიც გავხსენით ლელოსთან თანამშრომლობით ამ საუბარს უსმენს ადამიანებს, რომლებსაც აქვს პროტესტი და უნდათ რომ ეს პროტესტი გამოხატონ საარჩევნო უბნებთან და შეიძლება დღეს უბრალოდ სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებდნენ და საპროტესტო აქციებზე ვერ გამოდიოდნენ. ჩვენ გვინდა ასეთ ადამიანებსაც მივცეთ შესაძლებლობა და არჩევანის უფლება დავუტოვოთ. ჩვენ ვაპირებთ, რომ მუნიციპალური არჩევნები გამოვიყენოთ პროტესტის გასაფართოვებლად და ეს არ იქნება, რა თქმა უნდა, ტიპიური თვითმმართველობის კამპანია. რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ იმ ყოფით და ყოველდღიურ პრობლემებზე, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში იქნება ეს კორუფციისგან გამოწვეული და ხედავთ ხომ, რომ ყველა უწყებაში როგორი ისე ვთქვათ კლანური გადანაწილებები მიდის და რეალურად სახელმწიფო ბიუჯეტი როგორი ფლანგება და ქართული ოცნების მთავარი ამოცანა დღეს არის სწორედ იმ მთავარი 25 ოჯახის ფინანსური ინტერესების დაცვა და მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ინტერესების დაცვა და არა მოსახლეობაზე ზრუნვა. რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი იქნება, მაგრამ ყველაზე მთავარი იქნება თითოეულ ადამიანს, მათ შორის ოცნების ამომრჩეველს და აი უბრალოდ ვიტყვი ძალიან გულწრფელად, რომ უნდა ვაღიაროთ ყველამ, რომ ქართულ ოცნებას დღეს ყავს ამომრჩეველი, იმაზე მეტი ამომრჩეველი ყავს, ვისაც იმსახურებს და რასაც იმსახურებს. სწორედ ამ ადამიანებს უნდა ველაპარაკოთ, როგორც ყველა მედიის საშუალებით, სადაც გვაქვს წვდომა და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა იმ შესაძლებლობისთვის, რომ დღეს მაქვს თქვენთან ერთად და თქვენი მეშვეობით ვესაუბრო ამ ადამიანებს. ამავდროულად, აი სწორედ კამპანიის რეჟიმში და თვითმმართველობის პროცესში კიდევ ერთხელ გავაგებინოთ მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩეველს, რას წარმოადგენს ზოგადად ქართული ოცნება, როგორი ტიპის ძალადობრივ რეჟიმად ჩამოყალიბდა და მათ დღემდე ქონდათ განცდა, რომ ქართულ ოცნებას ეს ქვეყანა მიყავთ ევროპაში. მე მგონი ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან კარგად და ნათლად დაინახეს, რომ ევროპული ინტეგრაცია შეჩერებულია. დღეზე უკვე მივიღებთ ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან მძიმე გადაწყვეტილებას ევროკავშირის მხრიდან, რაც ეხება ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას და ეს ყველაფერი არის ქართული ოცნების დამსახურება. კი ბატონო, ანუ კიდევ დაუბრუნდები მაშინ, როდესაც გასული არჩევნების არჩევანი ეჭვქვეშ დგას და მას არ აქვს არანაირი აღიარება და საზოგადოებაში არის ნიჰილიზმი, ასე ვიტყოდი. ყოველ შემთხვევაში შიდა ქართლში, იმ რეგიონში, სადაც ჩვენ მოსახლეობასთან მიგვიწვდება ხელი და მუშაობთ, მაუწყებლობთ, ასე ვიტყოდი. ანუ როგორ დაარწმუნებთ ამ ამომრჩეველს, რომ მივიდნენ ამ არჩევნებზე და იქნება მათი ხმა დაცული მაშინ, როცა კონკურენციაზეც არ არის ფაქტიურად, ხო? საპარლამენტო მესმის თქვენი კითხვა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის ერთ-ერთი საკვანძო მათ შორის მოსახლეობასთან კომუნიკაციის პროცესში. საპარლამენტო არჩევნები გაყავდა და ამას არ აქვს დღემდე აღიარება საერთაშორისო პარტნიორებისგან, არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო მას არ აღიარებს და ამაში, რა თქმა უნდა, არის საქართველოს მოსახლეობის უწყვეტი პროტესტის ძალიან დიდი წილი და მათ შორის ყველა როგორც პოლიტიკური ორგანიზაციების, ასევე სამოქალაქო სექტორის ძალიან დიდი დამსახურება. ჩვენ ძალიან მკაფიოდ გვაქვს გაცნობიერებული, ეს არჩევნებიც იქნება ძალიან რთული, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ნიჰილიზმი დღეს სწორად აწყობს ქართულ ოცნებას. ბოიკოტიც დღეს აწყობს ქართულ ოცნებას. ჩვენ ვთვლით, რომ დღეს მნიშვნელოვანია ყველა აქტიური დემოკრატიული ბერკეტის გამოყენება. ეს პროპაგანდა მათი მხრიდან, ქართული ოცნების პროპაგანდა ძალიან კარგად მუშაობს. აი თქვენ ძალიან კარგად მუშაობს ეს პროპაგანდა ქართული ოცნების მხრიდან. მესმის, გიდასტურებთ, რომ ნამდვილად მუშაობს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ეს ადამიანები, საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის შიდა ქართლის არ დავტოვოთ ქართული ოცნების პირისპირ და ყველა ამ ადამიანს შევხვდეთ, სათითაოდ ვესაუბროთ და მათ დავუტოვოთ არჩევანი, რომ საკუთარი პროტესტი, რომელიც კიდევ უფრო გაუმძაფრდა და კიდევ უფრო დაუგროვდათ ამ ერთი წლის განმავლობაში, რასაც უყურებენ თუ როგორ იქცევა ქართული ოცნების რეჟიმი,
სწორედ საარჩევნო უბნებზე გამოხატონ მათ შორის. ჩვენ არ შეგვიწყვეტია საპროტესტო პროცესში მონაწილეობა. ჩვენი მხარდამჭერები, წარმომადგენლები ყველანი ყოველდღიურად რუსაველზე არიან და დგანან, ანუ ჩვენთვის არჩევანი საპროტესტო პროცესის გაგრძელებასა და არჩევნებს შორის არ დგას. ჩვენთვის ყველა ტიპის ასე ვთქვათ, ამ ტიპის საპროტესტო პროცესი არის და ემატება ერთმანეთს და ავსებს. ამიტომ ჩვენთვის თვითმმართველობის არჩევნები ლელოსთან ერთად ნამდვილად არის იმისი კიდევ ერთი დამატებითი შესაძლებლობა, რომ უფრო მეტ ადამიანს მივწვდეთ, ვიდრე ამას შეიძლება ვახერხებდეთ მთელი ამ 1 წლის განმავლობაში. დიახ, სწორედ ახლა ვნახულობდი, რომ თბილისის მერობის კანდიდატი უკვე ცნობილია. ხომ არ ყავთ უკვე შერჩეული კანდიდატი გორში, იმიტომ რომ ეს ჩვენს მაყურებელს ალბათ ძალიან აინტერესებს. მინდა უბრალოდ არ დაგეთანხმოთ, არც ერთი კანდიდატი დღეობით არ არის შერჩეული, მათ შორის არც თბილისის მერობის კანდიდატი არ არის შერჩეული. თქვენ იცით, რომ კანდიდატების დასახელების ბოლო ვადა არის 4 სექტემბერი და ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რომელიც დიდი ხანია დაწყებულია, მუშაობთ იმისთვის, რომ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში და მათ შორის გორშიც მაქსიმალურად შევარჩიოთ ისეთი ადამიანი, რომელიც იქნება საზოგადოების უფრო ფართო ფენებისთვის მომხიბვლელი საინტერესო და მათთვის ამახალისებელი რომ დაძლიონ ნიჰილიზმი და მოვიდნენ საარჩევნო უბანთან. შესაბამისად, არც თბილისის მერობის კანდიდატი არ არის შერჩეული, განვიხილავთ ძალიან ბევრ საინტერესო ვერსიას, მათ შორის გორის შემთხვევაში ძალიან საინტერესო ადამიანები არსებობენ გორში, ვისაც აქვთ სურვილი, რომ მიუხედავად ესეთი ძალადობრივი გარემოსი და ძალიან რთული საარჩევნო გარემოსი, მაინც ჩაერთონ და აქტიურად მიიღონ მონაწილეობა. როგორც კი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ჩვენ ლელოსთან ერთად ერთობლივად გავაცნობთ ჩვენს ამომრჩევლს და საქართველოს მოსახლეობას. შესაბამისად, ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება სხვადასხვა პროპაგანდისტული არხებით მათ შორის, ჩვენს მოსახლეობას ვთხოვ, რომ არ დაიჯერონ ეს. ყველა კანდიდატი, როგორც კი იქნება შეჯერებული, იქნება ეს ქალაქის მერობის კანდიდატები, მაჟორიტარები თუ ვინ იქნებიან ჩვენს სიებში წარმოდგენილები, ამ ინფორმაციას ყველას ჩვენგან გაიგებენ. დიახ, და ისევ არჩევნების ირგვლივ მინდა, მაშინ როდესაც ძალიან ბევრი ცვლილება შევიდა, აღარ ჩამოვთვლი, შეეზღუდა დამკვირვებლებს უფლებები, მაშინ როდესაც ისედაც რთულ პირობებში უწევდათ მუშაობა, გასულ არჩევნებს მე პირადად ვაკვირდებოდი ერთ-ერთი ორგანიზაციიდან და ძალიან ახლა ამაზე არ დავიწყებ საუბარს, მოკლედ ყოველთვის რთული იყო. და აი ახლა როდესაც ასე შეზღუდული არის მათი დამკვირვებლის უფლებები, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ სამართლიანად ჩატარება თუნდაც აი ახლა ამ სიტუაციაში და ნამდვილად გიდასტურებთ, რომ ძალიან რთული არჩევნები გველის წინ. რა თქმა უნდა, ქართული ოცნების ამ ნაბიჯების მთავარი დამკვირვებლებიც თუ იმ ტიპის გარემო შეექმნა, რომ უბრალოდ ხელი ჩაექნია ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას და მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც და არ მიეღოთ მონაწილეობა და ასევე ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპისთვის დავადების თითქმის იწურება არ აპირებს ქართული ოცნება, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები მოიწვიონ და იყოს საერთაშორისო ჩართულობა, თუმცა კიდევ ერთხელ ჩვენთვის ის არის ის რეალობა, რომელსაც შეგვეუბნებს არ ვაპირებთ და ამ რეალობის მიუხედავად უკვე ჩვენი და ლელოს და მათ შორის იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც ამ კრიტიკული სიტუაციის მიუხედავად მაინც მზად არიან, რომ უბნებზე ჩვენთან ერთად იყვნენ და საკუთარი რესურსების მაქსიმუმი გააკეთონ, რომ დაიცვან თითოეული ადამიანის ხმა, რომელიც ასეთ რთულ არჩევნებში მოვა. ჩვენი მხრიდან ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის და იმედი მაქვს, რომ ჯერ კიდევ არის დრო დარჩენილი და ის ხალხი, ვინც თulis რომ ბოიკოტი არის გამოსავალი, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით, შეიცვლის აზრს და მიხვდება, რომ დღეს ყველა დემოკრატიული აქტიური რესურსი უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავაფართოვოთ როგორც საპროტესტო მოძრაობა, ასევე მაქსიმალურად ხელი შევუშალოთ ქართულ ოცნებას იმისთვის, რომ აი ესე უბრძოლველად გადაიბარონ და ჩაიბარონ ძალაუფლება ყველა რაიონში, მათ შორის გორში, სოფლებში და მთლიანად მთელ საქართველოში.
კი ბატონო და ასევე მინდა თქვენგან იმ კანონების ასე ვიტყოდი რომელიც შემზღუდავი რეპრესიული კანონები რომელიც ბოლო დროს ერთი მეორეს მიყოლებით მიიღეს და ფაქტიურად სამოქალაქო სექტორი არის წნეხის ქვეშ მე მაინტერესებს თქვენი შეფასება აი ამ პირობებში სად ხედავთ თქვენ გამოსავალს თუნდაც იმიტომ რომ ძალიან ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შეაჩერა რეგიონებში მუშაობა და ძალიან ბევრი ბენეფიციარი დარჩა სერვისის მიღმა ამაზეც მინდა თქვენი შეფასება, აი ამ კანონებში ყველაზე საგანგაშოდ რომელს აღიქვამთ, იმიტომ რომ ნახეთ რომ ინფორმაციასაც ითხოვენ უკვე სხვადასხვა ორგანიზაციები. კი. ეს კანონები ძალიან სწორად თქვით, ყველა ერთი მეორეს მიყოლებით, ყველა საგანგაშო, ანუ რეალურად სწორედ იმიტომ შექმნეს ამ ტიპის დრაკონული რეალობა, რომ არავის მათ შორის სამოქალაქო სექტორი, რომელიც ხლებდა და იყო კრიტიკული აზრის შემქმნელი გამტარი და ეს ყველაფერი არ ეხება მარტო უფლებრივ ნაწილს, ხომ ძალიან ბევრი ესეთი ორგანიზაცია მათ შორის გორში ვიცნობ მათ საქმიანობას ემსახურებოდნენ სამწუხაროდ ახლა ალბათ მოუწევთ გაჩერება სხვადასხვა ტიპის სოციალურ მიზნებს, საგანმანათლებლო მიზნებს და ამ ტიპის აქტივობებით იყვნენ დაკავებულები, მათ რეალურად შეეზღუდათ როგორც ფინანსური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა, ზოგადად არსებობის შესაძლებლობა შეეზღუდათ, უბრალოდ თქვენს მაყურებელს შევახსენებთ, რომ მოთხოვნა არის, რომ ეს ორგანიზაციები უნდა დარეგისტრირდნენ და იქცნენ და დაედოთ მათ ეს დიალოგი, რომ არიან უცხო ქვეყნის აგენტები, ამ კანონებიდან გამომდინარე უკვე სახელმწიფო იტოვებს უფლებას, რომ ნებისმიერი ტიპის პირადი ინფორმაციის გამოთხოვის უფლება გქონდეთ, ანუ რეალურად ჩვეულებრივად დავბრუნდით საბჭოთა კავშირში. სწორედ თქვენი კითხეთ რა არის გამოსავალი? ერთადერთი გამოსავალი არის ქართული ოცნების რეჟიმის შეცვლა. შესაბამისად, ყველაფერი არის გასაკეთებელი ერთობლივად, მათ შორის მაგ ადამიანების ჩართულობითაც, იმისთვის, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს და ჩვენთვის კიდევ ერთხელ ვამბობ, თვითმმართველობის არჩევნები არის ერთ-ერთი ეტაპი და თითოეული ადამიანს, რომელიც მათ შორის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს შეიძლება ჩვენს ეთერს უსმენდნენ, თუ მათ აქვთ სურვილი, რომ საკუთარი ბრძოლა ახლა უკვე და საკუთარი თავის საარჩევნო პროცესში დაინახონ თუნდაც დამოუკიდებელ კანდიდატებად, იმიტომ რომ ჩვენ ავთხოვთ ადამიანებს, რომ მაინდა-მაინც პარტიული აფილაცია გქონდეთ და პარტიული ნომრებით დადგნენ საარჩევნო პროცესში, პირიქით სპეციალურად შევქმენით აი ამ ტიპის სივრცე რელოსთან ერთად, რომ ადამიანებს, ვისაც ადგილზე, სოფლებში, რაიონებში, ქალაქებში საკუთარი ინდივიდუალური საპროტესტო ბრძოლა აქვს ამ ბრძოლის მათ შორის არასამთავრობო სექტორსაც შეეზღუდა, თუ აქვთ სურვილი რომ ჩაერთონ, ჩვენი კარები ღია, ჩვენ მზად ვართ რომ მხარი დაუჭიროთ ერთობლივად ამ ტიპის დამოუკიდებელ კანდიდატებს და საინიციატივო ჯგუფებს და უკვე მაქსიმალურად ერთობლივად შევძლოთ რომ ვებრძოლოთ აი იმ რეპრესიებს და იმ ტიპის რეალობას, რაც ქართულმა ოცნებამ შექმნა სამწუხაროდ მთლიანად საქართველოში. დიახ, და ცოტა ვიზა ლიბერალიზაციაზეც რომ ვისაუბროთ, წეგან კი ახსენეთ, თქვენ რამდენად რეალურად ხედავთ საფრთხეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების და რას ვკარგავთ ამ შემთხვევაში ქართველი ხალხი, ამიტომ რომ სამწუხაროდ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე არის რეალური. ჩვენ ბოლო 1 წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად და აქტიურად მუშაობდით და ვმუშაობთ გიორგი კახარია დღესაც იმყოფება ევროპაში და აგრძელებს შეხვედრებს იმისთვის რომ დაგვერწმუნებინა და დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორები რომ საქართველოს მოსახლეობას არ უნდა შეეხოს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება და საქართველოს მოსახლეობა არ უნდა დაისაჯოს ქართული ოცნების რეჟიმის რეპრესიული ქმედებებიდან გამომდინარე, მაგრამ თქვენ ასევე იცით და მოსახლეობასაც შევახსენებთ რომ სამწუხაროდ ამ ეტაპისთვის ვერ ხერხდება ასე ვთქვათ ერთობლივი სასანქციო პაკეტის შემუშავება ევროკავშირისგან, რადგან ქართული ოცნება აქაც საკუთარ პირად და ფინანსურ ინტერესებს აყენებს და საკუთარი პირადი კავშირებით ცდილობს რომ დაბლოკოს ეს გადაწყვეტილებები ევროკავშირის მხრიდან უნგრეთთან და სლოვაკეთთან ურთიერთობას გულისხმობ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ევროკავშირს უწევს და მოუწევს რეაგირება მოახდინოს იმ ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე, რასაც ხედავენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ 31 აგვისტომდე შევახსენებ მაყურებლებს, ქართულ ოცნებას აქვს
ჯერ კიდევ შესაძლებლობა რომ რაიმე ტიპის რეაგირება მოახდინოს იმ ვალდებულებებზე, რაც არის დასახელებული ევროკავშირის მხრიდან, ჩვენ არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ქართული ოცნება საკუთარ სასიკეთოდ შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვემზადებით ყველა რთული სცენარისთვის, თუმცა ჯერ კიდევ არის სივრცე და ჩვენი მხრივ ვაკეთებთ მაქსიმუმს და ვაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, რომ საქართველოს მოსახლეობამ აი ბოლო 10 წლის განმავლობაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ერთობლივი მიღწევა იყო, სადაც რომლის საშუალებითაც ძალიან ბევრ ადამიანს ახალგაზრდებს მიეცათ საშუალება რომ სწავლა გაეგრძელებინათ ჩვენს პარტნიორი ქვეყნების ძალიან მაღალი დონის უნივერსიტეტებში. ზაფხულობით ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა გამოეყენებინათ. ძალიან მნიშვნელოვანი ზიანი იქნება ეს და ძალიან ეგზისტენციალური მიუხედავად იმისა, რომ კობახიძე ძალიან ცინიკურად ამბობდა, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება არ არის ეგზისტენციური საფრთხე, ნამდვილად არის ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ვინც ძალიან მძიმე უკურნებელ სენს ებრძვის და მხოლოდ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში არსებობს უფასოდ ამ ტიპის სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა. ამის გარდა, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ზიანი მიადგება მცირე და საშუალო ბიზნესს, მე გულისხმობ ტურისტულ სააგენტოებს, თუნდაც იმ ავიახაზებს, რომლებიც ოპერირებენ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ გვჭირდება ვიზა და ნებისმიერ მომენტში ჩვენ და თქვენ შეგვიძლია რომ ძალიან იაფად ვისარგებლოთ ამ სიკეთეებით. ის ზიანი და ზარალი არის ძალიან დიდი და მათ შორის თუნდაც ძალიან ბევრი ადამიანი წლების განმავლობაში მოწყვეტილი იყო იმის შესაძლებლობას, რომ საკუთარი ოჯახის წევრები მოენახულებინათ, რომლებიც აი ამ სიდუხჭირის და გაჭირვების გამო 10 წლეულებია უკვე ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობენ. ეს შესაძლებლობები ამ ადამიანებისთვის არ არის რაღაცა მხოლოდ ტექნიკური რიგში დგომის პრობლემის შექმნა, ხომ? რეალურად ძალიან ბევრ ჩვენს მოქალაქეს რთული პირობები შეექმნება, როგორც გადაადგილების, სამედიცინო დახმარების მიღების, საგანმანათლებლო შესაძლებლობებით სარგებლობის, სოციალური მხარდამჭერის მიღების და იმ ფინანსური თუნდაც მცირე, ესე ვთქვათ, მხარდაჭერის მიღების, რასაც ისინი ახერხებდნენ ლეგალურად ყოფილიყვნენ დასაქმებულები ევროკავშირის ქვეყნებში. დიახ, და ვიდრე დაგემშვიდობებით, კიდევ ერთი კითხვა მაქვს. მესმის რომ ამაზე ჯერ არ საუბრობთ და ჯერ არ ყავთ კანდიდატი შერჩეული, თუმცა მე მაინტერესებს ის წევრები, ის თანამებრძოლები რეგიონებში, რომლებიც ყავთ, მათგან ხომ არ ვიხილავთ რომელიმეს თუნდაც კანდიდატად და ისინი რჩებიან თუ არა თქვენთან, იმიტომ რომ ცოტა თითქოს პასიურობენ, ასე ვიტყოდი და ზოგადად თვითმმართველობა აქვს ძალიან ცუდ დღეში გვაქვს და სერიოზული განახლება არის საჭირო და ამიტომ მე ნამდვილად ვსტურებთ, რომ ჩვენი პარტიული სტრუქტურების ყველა წარმომადგენელი ძალიან აქტიურად არის ჩართული საარჩევნო პროცესში და არჩევნებამდეც ადგილზე რეგიონებში. ჩვენ თითოეული მათგანი, იმიტომ რომ ეს ხალხი, ეს ადამიანები არიან ზუსტად ადგილზე ყველაზე მეტად კვალიფიციური, ყველაზე მეტად ესმით ადგილობრივი საჭიროებები, ყველაზე კარგად ხედავენ რა არის გასაკეთებელი და რა გააფუჭა ქართულმა ოცნებამ. შესაბამისად, მაქსიმალურად ყველანი იქნებიან როგორც მაჟორიტარებად, ასევე მერობის კანდიდატებად წარმოდგენილები და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და ვიტყვი, რომ მთლიანად ეს პროცესი ღია არის ახალი ადამიანებისთვის, ვისაც აქვს სურვილი, რომ საკუთარი პროტესტი უკვე გამოხატოს არჩევნებში ჩართულობით. დიდი მადლობა ქალბატონ თამარ, გისურვებთ წარმატებებს. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობისთვის. მადლობა. ნახვამდის. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებულია. გემშვიდობებით დროებით.